ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის დასის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თეატრს დაზარალებული ადამიანისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ 2015 წლის 17 ნოემბერს თეატრში ჩამოწყდა სატვირთო ლიფტი, რის შედეგადაც თეატრის თანამშრომელი ვასილ ჭითანავა დაშავდა. დაზარალებულმა თეატრის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით თეატრს გარკვეული თანხის გადახდა დაეკისრა. მიმდინარეობს გამოძიება დღემდე, მაგრამ სამწუხაროდ არ არის გამოვლენილი ვინმე ბრალეული პირი ამ საქმეში. არ არის როგორც ჩემთვის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, თუ რა მიზეზით მოხდა ამ ლიფტის დაზიანება. ამავდროულად ვასილ ჭითანავას ბუნებრივია ესაჭიროება და შესაბამისი მკურნალობა, რის გამოც თეატრმა ჩაატარა არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება და დაახლოებით თუ არ ვცდები 5000 ლარამდე ოდენობით ჩაურიცხა მას პირად ანგარიშზე. ადვოკატის განცხადებით სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ამდენად თეატრმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა. ვინაიდან გადაწყვეტილება ჩვენი აზრით იყო დაუსაბუთებელი. დაუსაბუთებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ გამოძიების შედეგად ბრალეული პირი არ არის დადგენილი და სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ თითქოს და თეატრმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ზომები, რამაც განაპირობა ამ შედეგის დადგომა. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია ჩვენ პროტესტი გამოვთქვით, უკმაყოფილო მხარე ვიყავით და გავასაჩივრეთ. სააპელაციო სასამართლოში ამჟამად საქმე და ვიდრე ჩვენ პოზიციებს დავაფიქსირებდით პროცესზე, მოსამართლების მიერ საქმის მასალების შესწავლის შემდგომ სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა ექსპერტიზა. საქმე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, ჯერ ექსპერტიზის შედეგები არ არის ცნობილი, ველოდები და დასკვნის შემდგომ ჩამოყალიბდებით თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვასილ ჭითანავას მხარდასაჭერად თეატრში არაერთხელ ჩატარდა საქველმოქმედო სპექტაკლები და კონცერტები. ასევე სასამართლო დადგენილების საფუძველზე ჭითანავას დღემდე შეუნარჩუნდა ხელფასი, ხოლო 2016 წლის 1 მარტიდან თეატრი დღემდე ყოველთვიურად იხდის მომვლელის თანხას. ფოთის თეატრი როგორც ყოველთვის ვასილ ჭითანავას, ჩვენს მეგობარს, ჩვენს თანამშრომელს გვერდით უდგას, თითეული თანამშრომელი, თითეული მსახიობი. ჩავატარეთ არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება, ფოთის თეატრი ყოველთვის გვერდით უდგას ვასილ ჭითანავას, როგორც ფინანსური, ასევე მორალური მხარდაჭერით და კიდევ ერთხელ უსურვებთ ვასილს გამოჯანმრთელებას და წინ გველის რამოდენიმე დღეში პრემიერა და ახალი პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ აპირებს ფოთის თეატრი და კიდევ ბევრჯერ დააპირებს და გვერდში დაუდგება ვასილ ჭითანავას საქველმოქმედო ღონისძიებით, რომ კიდევ ერთხელ დავეხმაროთ ჩვენს კოლეგას, ჩვენს მეგობარს, ჩვენს თანამშრომელს, რათა ის ყველა მე ერთად დავაყენოთ ფეხს. ფოთის თეატრი ყოველთვის ვასილს გვერდით იქნება. ჩვენთან თეატრში ეს არც ერთი თეატრის თანამშრომლის ბრალი არაა, ეს უბრალოდ შემთხვევა იყო. არავინ არა ამ ყველაფრით დაზღვეული, სად როდის რა გაფუჭდება, ხო, ეს მექანიზმი არ კინა და რაღაცეები და რაც შეეხება ვასილს, ჩვენ ყველა დაწყებული მსახიობები დამთავრებული ტექნიკურ მხარემდე ყველანაირად ვაკეთებთ ყველაფერს, საქველმოქმედო ღონისძიებები ჩავატარეთ, რაღაც ჩვენ თვითონ მეგობრული რაღაცეების გავაკეთება და რაღაც ის რომ მას რაღაც სახში გქონოდა ის ორი გაბეგი და მის ჯანმრთელობას რომ დახმარებოდა და ფოთის თეატრი აპირებს აუცილებლად ჩვენ გავაგრძელებთ საქველმოქმედო აქციებს. ჩვენი საქველმოქმედო აქციები არის ვითამაშებთ სპექტაკლებს, ჩვენ ვითამაშეთ ორი სპექტაკლი, კიდევ ვითამაშებთ, ახლო მომავალში გამოცხადდება ეს სპექტაკლები, თუ რას ვითამაშებთ. და რა ვიცი, ამასთან ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე იმ პრობლემას, რომ დადგენდეს სიმართლე, რის გამო მოხდა ესე, რატო გატყდა დეტალი, რომელიც 1 წლის წინ იყო ჩაბარებული, ესე ვთქვათ. აი ეს ძალიან გვაინტერესებს ყველას. და რაღაცა ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ერთი მიმართულება ვასილთან, ვასილ ჭითანავას გვერდზე დგომა და მეორე მიმართულება სიმართლის დადგენა, თუ რამ გატეხა ეს დეტალი. თეატრი უახლოეს დღეებში საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს.